სად არიან ლამაზი გოგოები? აგერ. ჰელო. მოგესალმებით ყველას, ბედნიერ დღეს გისურვებთ. დანიკუნა გოგო. დანიკუნა ახლა მოვრჩა ტოსტის ჭამას. ტოსტის ჭამდა გზაში. დანიდუნი, წავედით ბაღში? კი, წავედით. მე ბაღში მიდივარ. მართლა? რა მაგარი გოგო ხარ. მოდი ოღონდ პირი მოვიწმინდოთ, ტოსტის ნამცეცები და პირზე. უიეს. არა, მამა, ბუზები, როგორ დახატა მე? როგორ დახატა? და ჩაგიდო? ჩანთაში ჩადო? მოდი ტოსტის ნამცეცები მოვიციდოთ კუჩებიდან, კარგი? მე დახატე კაფეულია. არა, უშიშდებო. შევინახავ და მე ამე სხვა სახას დახატა, კარგი? ახალ ფუცები? ხო, გოგო. გოგო, თვალზე რანაირადაა გაქვთ იმის ნამცეცი? ტოსტის. აწე თავი. ჩუმა. როგორ მოხდა თვალზე ტოსტის ნამცეცი, გოგო? წამწამი გაქვს. აწე თავი. ტადამ. Rari? Rara gak? Nachuchabi? Nachuchabi da samboks. Mokat midvart baxshi. მე დედიკო საქმეები აქვს. აჰა, გაგიწმინდა. მე დედიკო უნდა წავიდეს ინტელექსპრესში, უნდა წავიდეს მარკეტში. დადი. მიყავ. დადი. ევეკო სახში ყავს. აბა თუ გამოიცნობთ რატომ? ახველებს კიდევ ხო? ხოდა მე მაკი შეხეთ. დინოზავრი. ავე. რაო რა თქვი დედა? შემოტრიალდი ერთი წუთით. შემოტრიალდი ერთი წუთით დამენახე. გამეპრანჭე ერთი გოგო. ბატონო. წავედით. ბინტვერიანია დედიკო, არ გინდა ხელის მოკიდება. წადი უკან არ ჩავარდე. წავედით დე. აი ნახე, შეხედე აი აქ როგორი ორმო არის. ხედავ, აქ გითხარი არ ჩავარდე. ხო, ბალახებია ამოსული. წამო. წადი. ამასობაში დამცხა. წადი დედიკო. არ ვიცი დედიკო რა არის. არ ვიცი დედა, რაღაც შნური არის. წადი. არ ვიცი დე, ეთყობა ვიღაცამ დატოვა, ეგრე არის საჭირო. აი მე ცნობის მოყარე. პატარა ცნობის მოყარე. გიხარია ბაღში რომ მოვედით? ჰა? კი, ვაუ, რა მაგარია. ყოჩა. მეცა ზარი დავრეკოთ. ზარი მივცეთ. რარი გაქვს ესენი ბოჭი. რარი? ესენი. რა მოვიდა ჩემ ფეხსაცმელს? მოგეწონა ჩემ ფეხსაცმელი რომ ჩავიცვი? ძალიან დიდი მადლობა. ნელა, დე, ნუჩქარო. ქურთუკი გაგაძრო? კი. დამელოდე მაშინ. დამელოდე რომ ქურთუკი გაგაძრო.
ამოვიღო შენი ჩანთა. მოგეხმარო. ყოჩახ. აბა, ერთი ხელი, მეორე ხელი. ჰაიდა. მერთა ჩემო. პედაგი კი რა ფსარაკი არის, დედა? ენოისოთი είναι μικρό ψαράκι. ანუ პატარა თევზი და დიდი თევზი. ოკეი. რა თქმა უნდა, ყავის გარეშე დღე არ იწყება. ცოტა ახლა ყავას დავლევ. გადავხედავ ინტერნეტ სივრცეში რა ხდება. ხო და მე წავალ საქმეებს. პირველი გაჩერება ლიდლი. ვიყიდე ხელსაყოцები, ნაგვის პარკები. ზურამ რამე გემრიელობა გამოვაყოლეო ლიდლის საცხობიდანო და გამოვაყოლე და კიდე ცურეკი ვიყიდე. ახლა წავედით ინტელ ექსპრესში. მეორე გაჩერება იყო ინტელ ექსპრესი. თანხა მქონდა გამოსატანი. ტორტი ვისაც მქონდა შეკვეთილი, მან გადმომირიცხა და რადგან თვითონ ვერ მოდიოდა. ეხა იტყვით მაშინ ტორტი როგორ წაიღო? ტორტი მე გავუგზავნე ტაქსით. და ზოგადად ესე ვაკეთებ ხოლმე, როდესაც მომხმარებელი ვერ მოდის ტორტის წასაღებად და მეც არ მაქვს იმის დრო რომ ტორტი მივუტანო ადგილზე. ტორტს ვუგზავნე ტაქსით. თანხას მირიცხავენ ინტელ ექსპრესით. ან ბარათზე, რომელიც მათ აწყობთ. და ეგ თანხა ვიღე ახლა. ეხლა წავალ სუპერმარკეტში. და მე უნდა დავურეკო პედიატრს. იქნებ ევეკო წავიყვანო და გასინჯოს. რა ახველებს. გაუჩერებლად. და კიდე პლუს ამას უნდა დავრეკოთ სასტრაფოში, რადგან ხვალ ნარგვარის სავადმყოფოში წასაყვანი შემოწმებაზე. და სასტრაფოს გარეშე ვერ წავალთ ფიზიკურად. საქმეებში ვარ რა. ამასობაში ძალიან დასცხა. ვიყავი მარკეტში, ვიყავი თევზის მაღაზიაში. ვიღაცა მომწერა. ასევე დავნიშნა ვიზიტი პედიატრთან. და ეხლა რომ მოვედი სახლში. სახლში არა ჯერ სახლთან. გავაანალიზე რომ ტორტის ყუთი არ მიყიდია. მაგრამ ეგ არაფერი მე უცებ გამიქცევი და ვიყიდი. მაგრამ ისე ზიგზაგებით ვიარე ახლა მე და ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე და მეორედან მესამეზე და საერთოდ არ გამივლია იმ ტერიტორიაზე, სადაც ყუთებს ყიდულობ. არც არ გასაკვირი რომ ამომივარ და თავიდან. თავია თავის დროზე გამახსენდა. ესე ვერავარ. ხოდა თევზი ვიყიდე. დორადო. გავაკეთებ დღეს ღუმელში. ვფიქრობ კარტოფილის პიურე ხوار გავაკეთვალ ისე მოხარშობს მეორე. გამავია რა ხდება. თელი ჩვენი უბანი არის აბდღებერილი, ამტვერებული, იმიტომ რომ გადათხრილია ყველაფერი. ძალიან ცხელა. ხოდა მივალ ახლა სახლში. სახლის საქმეებს მოვილევ. და კიდე ერთი შეკვეთისთვის დასაბეჭდი მაქვს მაშა და დათვი შაქრის ფურცაზე. ხო და რას ვამბობდი, მე აგებ კლიკინებ და მოსაცმელი დამივარ და ამასობაში ძირს. რას ვამბობდი? მაშა და დათვი ყოფ დასაბეჭდი ტორტის დეკორისთვის. ხო, ეგ და სხვა უბანში უნდა წავიდე, რა ზურამ უნდა წამიყვანოს. პლუს შაქრის ცომი მაქვს საყიდელი. ეგრეთ წოდებული ფონდანტი. ეგრეთ წოდებულს ვერ ვუწოდებ, ზოგი მარციპანს ეძახის, მაგრამ მარციპანი არ არის. ეს არის შაქრის ცომი, ფონდანტი. მარციპანის სხვა რაღაცაა და საკმაოდ ძვირად ღირებული სხვათა შორის. ხო
ხო და ეს ერთი დღე მინდა რომ ჩავწერო ვლოგი მაკოს კეიქერისთან დაკავშირებით. საიდან დავიწყე, სად მივედი. ჩემი ტორტები გაჩვენოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწერთ, ძალიან ბევრი მიკომენტარებთ, ხშირად გვაჩვენა შენი გაკეთებული ტორტები, ხანდახანი მე გადარბანაზე ვაკეთებ, რომ მავიწდება გადაღება ხოლმე. ხო და იქნებ ერთი ვლოგი ჩავწერო მაგასთან დაკავშირებით. ნახოთ რა გამომივა. ეხა ეს პერიოდი მაქვს ძალიან ქაოსი თავშიც და ზოგადად. მაგრამ მალე დავლაგდებით, დიდი იმედი მაქვს. ამასობაში გავამზადე თევზი აეროგრილში შესაწვავად და რო ჩამეტია შიგნით ვინაიდან და რადგანაც თევზის თავებს არავინ არ ჭამს ჩვენთან ოჯახში, გადავწყვიტე რომ მოვაჭრა. და ისე ჩავდე აეროგრილში ხა და წავაბძანებ რომ შეპუწკუნდეს. ისევ გარეთ ვარ. საჭმელი გავაკეთე თევზი აეროგრილში, როგორც ნახეთ და კარტოფილის პიურე გავაკეთე, სტაფილო მოვხარშე, ცალკე და კიდე კვერცხი მოვხარშე, იმიტომ რომ გვიყვარს მოხარშული კვერცხის ჭამა და თან სასარგებლოც არის, ნარგოსაც ცილები ჭირდება. ხო და ტორტი რომ მოbrუნდები ტორტის წარწერა უნდა დამებაერა ოქროს ბრად უნდა შევღებო, ყუთში ჩავდო, დანის წასაყვანად რა წასაყვანად, საწასაყვანად, მაიკო რა საწაყვანა. ღმერთო ჩემო, რა გამოშტერების გზაზე ვარ. დანის მოსაყვანად. ზურა წავა მოტოციკლეტით და მე წავალ ახლა ყუთში უნდა ვიყიდო, დასადებები უნდა ვიყიდო და კიდე რაღაცა ჩამოწერილი მაქვს ერთი სიტყვით. საღამოსკენ წავალთ პედიატრთან. შეეხება სასწრაფოს საკითხის მოგვარებას, რომ ნარგო გადავიყვანოთ საავადმყოფოში ხვალ, დავრეკე და მოლიმ საერთოდ ესე იცის ტელეფონი თუ რეკავს, ან იმას თუ ურეკავ. ბავშვებმა რო იციან ჭუჭყურის ატეხვა, ტელეფონზე რო ლაპარაკობ, მაგ დროს რო მოუნდებათ ყველაფერი, ასე იცის მოლიმაც და ატეხვა ყეფა. და რომ ვესაუბრები დისპეჩერს თუ რაც ქვია მაგას. მოკლედ სახელი გვარი მისამართის ყველაფერი რო უთხარი, ამ დროს ატეხა ყეფა მოლიმ. ეს მეუბნება ეს კაცი ძაღლიო გააჩუმეო ეხაო, თორე გაგითიშავო. და კი მინდოდა 1-2 მიწარეს თქმა, მაგრამ თავი შევიკავე, იმიტომ რომ მაინც ჩემი საქმისთვის ვურეკავდი და არ მინდოდა რომ ჩემს საქმეს შეშლოდა ხელი, თორე ძალიან საინტერესოა ბერძენს რომ დაერეკა და ბერძენს რომ ეთქვა, ბერძენზე რომ ეთქვა. ესეც რაღაცა რას მიიღებდა ამ ყველაფრისგან. ანუ ერთი ამბავი კი არ უთევია მოლის. უბრალოდ რამოდენიმეჯერ დაიყეფა. და მეც აი ეს მომენტი იყო, რომ ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გავდიოდი სპეციალურად, რომ მეც რო გამეგონა წესიერად რა უნდოდა. რა მონაცემები ჭირდებოდა, რომ მეკითხებოდა. და სწორად მეპასუხა და ძაღლიო გააჩუმეო, თორე ანუ გადიო სხვაგანო, თორეო გაგიციშავ ტელეფონსა და სიკისერში ამასხა, მაგრამ დაწნართი მაიკო ჩავრდე. მაგ მომენტში ყველაზე კარგად მუშაობს. დაწნართი მაიკო, დამშვიდდი მაიკო. ღმერთო ჩემო. ეხლა დღეს გადავაგოროთ პედიატრი და ხვალ ანუ ძალიან ნერვიულობ ნარგოს რო წავიყვანთ. რას გვეტყვიან, როგორ გვეტყვიან, როგორ წავიყვანთ, ძალიან განვიცდი. რაღაცნაირად ძალიან ემოციებში ვარ ეს ბოლო პერიოდი. ესეთი ამბები წავედით, ეხლა ვიყიდოთ ყუთები, დასადებები და მე სხვა დანარჩენ საქმეს ვიქნა. დღეს ავაკ ქუჩის ვლოგი. ისევ გარეთა ვარ. ღმერთო ჩემო. ვისადილეთ კარგად გემრიელად, ერთადერთი დანიელამ არ ჭამა, იმიტომ რომ ბაღში ქონდა 2 თებში საჭმელი შეჭმული.
ჩვენ ყველამ შევჭამეთ თევზი, პიურეც, ზურამს სტაფილო ჭამა, რადგან ზურას პიურე არ უყვარს და თევზი მიირთვა. ხო და ეხლა მივდივართ უბრალოდ მანქანა გამოდის. თან ამ ელექტრომანქანებს ისეთი ხმა აქვს, ხო? უცებ ისეთ ფილმებში გონია თავი. ეს ფილმებში მეხუთე ელემენტი და ღმერთო ჩემო. მართლა ისეთი ხმა აქვს, რაღაცნაირი კოსმოსური. ხმა მომავლიდან. ხო და მივდივართ პედიატრთან. უბრალოდ ევე მე არ მახლია, ევე სურათ ჩამოიყვანს მოტოციკლედით. მე მოტოციკლედზე ესე 3-4-10 ადამიანი არ მიყვარს როზის და ზურა და ევე ჩამოვა ერთად. სადღაც გზაში წამომეწევიან ეხა. სადაცა. ხო და მე მივალ ფეხით. და მე რომ ბრუნდები, ტორტი უნდა ანუ ისევე გარეთ მიწას გასლა. ტორტი უნდა გავუტანო მე. ხო და მოკლედ დღეს ასე წინ და უკან სიარულში ვარ, რასაც ქვია. წუთი გვაქვს მარაგში. სანიკომ კარგად გავერთეო ბაღშიო, არავინ არ გამაბრაზა. ყველაფერს გიყვება აბსოლუტურად როგორ ატარებს დროს. ვინ გააბრაზებს, ვინ არ გააბრაზებს, ვიზია ნაწყენი, ვიზი არ არის ნაწყენი. ჭამა, სვა, დაიძინა, თუ რა ქნა, აბსოლუტურად ყველაფერს გეუბნება და გაყენებს საქმის კურსში ჩვენი პატარა ქალბატონი. და წავედით ახლა პედიატრთან. გავიგოთ ევეკოზე რას გვეტყვის. და რამდენი ხანი არ მინახი. არა ზრიგა. ჩვენ უბრალოდ მოვედი. მართლა გოგო. როგორ ახარ ზრიგა? ბავშვობიდან ახაზე ხარ? ბატონო. მე წავედით. ჩაკეტილი აქვთ? არა, სოდეს არ ჩაუკეტიათ და ღიადა. წადი დედიკო, შედი. ეს კარი არ დაკეტილი, სახარულო რა ვიცი. მათი ზურა. ზურა მოტოციკლებთან იქნება და წა. კუკუ. კარგი იყო? პედიატრთან ყოფნაც მოვასწარით. აფთიაქში გამოვლაც მოვასწარით. ტორტის ამოტანაც მოვასწარი ახლა პლატია პროზა და მივდივარ სახლში. ღმერთო ძალა მომეცი და შეძლება რომ ყველაფერი ესე დღის განმავლობაში რაც მაქვს დაგეგვილი შევასრულო. ხოლოდ ამას ხო უფალს. და ჩემი შვილების ჯანმრთელობას ეველინას აქვს უსაშინლესი სპაზმები. გამოგვიწერა ნებულაიზერით შესასუნთქად პულმიკორტი და აეროლინი ყოველ რამოდენიმე საათში. სავარაუდოდ ამაღამ გავათენებთ, მაგრამ ეგ იყოს კარგად და არ ვრჩივი, საერთოდ არ დავიძინებ მთელი ღამე. და ხვალ უნდა უთხრა დაახლოებით პირველი საათისთვის თუ რა მდგომარეობა აქვს ევეკოს, რომ იმის და მიხედვით გადამინაწილოს მერე სხვა დოზები წამლის. ტორტიც ამოვიტანე. ძალიან მოეწონათ ვიზუალურად, როგორიც უნდათ ისეთი გამოვიდა. ხო და იმედია გემოებით ესე მოეწონებათ, ძალიან დიდი იმედი მაქვს. მოკლედ ესეც იყო ჩვენი დღევანდელი დღე. სირბილში გატარებული. ხო და წავედი ახლა სახლში, გოგოებს მივხედავ, მერე ნარგოს მივხედავ. და ხვალ ადრე ვარ თასადგომები, რომ გოგოების მოწესრიგება მოვასწრო, რომ დანეწა იყვანოს რამ ბაღში დატოვოს და ჩვენ სასწრაფო მოგვაკითხავს და ნარგოს წავიყვანთ. ესეთი ამბები. რომ ბედნიერ საღამოს გისურვებთ, ან დღეს გისურვებთ, დღის რომ მონაკვეთში უყურებთ, არ ვიცი. მადლობა რომ იყავით ჩვენთან კიდევ ერთი დღე და შევხვდებით მომავალ ვლოგში.